მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, თვის პროგნოზი, ხო? როგორც ყოველთვის, სამი სფერო, უბრალოდ რომ მითითებას მოგცემენ ჩვენი დასტები, ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები, ხო? რა უნდა რას უნდა გავუფრთხილდეთ, ხო? საერთოდ რა იქნება? ნუ ნახოთ, ეხლა რა თქმა უნდა, სიგნიფიკაციას ვაკეთებ, რომ ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ, რომ თქვენი ის გაშლა და თქვენთვის მოდის ეს ინფორმაცია. შემდეგი ნახოთ რა ენერგიას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ მთელი თვის განმავლობაში, ხო? რა იქნება აქ? Так, სამი სფერო, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ну, ჯანმრთელობის გარეშე. ტაროზე მე არ ვუყურებ ჯანმრთელობას, ну, მატრიცაში კიდე შემიძლია. Так, всё, აბა ნახოთ კარიერა. მაისის თვე, ანუ ვინც უყურებს მათთვის რა ინფორმაცია, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მაისში. ფინანსური თემა, აქ რას უნდა მიაქციონ და რა დასტები ყველა მზად რა მაქვს. ხედავთ თქვენ როგორ გელოდებოდნენ. ნახოთ. ფინანსური თემები, ეს ასე იყადა და ურთიერთობაც. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ურთიერთობაში. ნახოთ ჩვენ. თუ დამჭირდება შევა მანა რაც გამოვიყენოთ ურთიერთობას, ну ნახოთ ჯერ იყოს ასე. Так, ნახოთ ვისთვის არის ეს. ой. Так, ჩემო ლამაზებო, ну აქ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა პერიოდი დასრულდა ისეთი, რომ აი სრულდება უფრო სწორედ. ნახეთ, აქ არის, ეხლა არის ენერგია, ну, ეგ ბიჭებისთვისაც იქნება უეჭველე, რომ თქვენ აქ რაღაც ზოგისთვის მოდის ნახეთ ინფორმაცია თუ ბიზნესი ქონოთ რაღაცა პროცესი თუ იყო სასამართლოში მთავრდება, ეს ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია რაც მოვიდა. შეიძლება გოგოც იყოს, იმიტომ როგორც ენერგია შეიძლება წავიკითხოთ ჩვენ ახლა აქ ვერთხების მეფე, ხო? ამავე დროს ნახეთ რა ხდება. კი ბატონო. აქ იქნება ეს ინფორმაცია ენერგიულ ადამიანისთვის, აი ეს რო ვთქვათ, ადამიანისთვის, რომელიც აკეთებს აი ძალიან დიდ ენერგიას დებს შრომაში. ნახეთ რა ხდება რა. ანუ მაგრამ ეხა ნახეთ კიდე რა საინტერესო სიტუაცია არის აქ. იმის მიუხედავად, რითიც იყავით თქვენ დაკავებული, ხო? რითიც რაც თქვათ, რასაც აკეთებდეთ თქვენ, ეხლა როგორი სტარტზე ხართ, იცით, ნახეთ აქ როგორ ზისეს მამაკაცი, ხო? რომ ნამდვილად ადამიანს, იმიტომ რომ ეგრევე მომივიდა ინფორმაცია, რომ რაღაცა ეტყობა თავისი პირადი დანიშნულება უნდა გახსნას, კარმული. და მაგი, ნახეთ, მეთქი დამიდასტურეთ, მეთქი რომ ზუსტად მომივიდა ინფორმაცია და ეგრევე მაგის ენერგია წამოვიდა. მაგი არის ესე იგი ენერგია, რომ აი ახალი რაღაცა მე ყველაფერს შემძლე ვარ, მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერი ну, მაინტერესებს, მოდით ასე ვთქვათ, მე გადაწყვეტილება მივიღე. ამიტომ აქ არის რაღაცა მნიშვნელოვანი პერიოდი ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როცა, ну, მაგრამ ხო გეუბნებით, აქ არ არის ადამიანი, რომელიც იჯდა სახლში, არაფერს არ აკეთებდა, უცბად რაღაცა თავზე დაეცა, მოდი აბა ეს ამით დაკავდე. არა. ძიებაში იქნებოდა ეს ადამიანი და თან პლუს კიდე რაღაცას გადიოდა, რა თქმა უნდა, თავის ცხოვრების რაღაცა გზებს, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ნამდვილად ამ ადამიანმა აი თქვა, რომ მე უნდა, ანუ დავკავდე იმით, რაც მნიშვნელოვანია, რაც მაინტერესებს, იმიტომ რომ ხა გვერთხების მეფე ისეთი ტიპაჟია, რომელიც ხა მაგას, ну, ენერგიით სავსე ადამიანი და სუძიებაში და სულ რაღაც
გამოცდებში, ასე რომ ვთქვათ. ხო, და ანუ პრინციპში რაღაცა კიდე პერიოდით შეიძლება თუ დაუშვით ფიქრობდეთ რომ აი უსამართლობა და ეგეთი რამე, ესეც მთავრდება რა. ანუ რაღაც ესეთი ენერგია, კიდე რა შეიძლება იყოს აქ. აჰა, კიდე ნახეთ როგორი მომენტი შეიძლება იყოს აქ ურთიერთობას თუ ავიღებთ, ნახეთ. აქ შეიძლება ადამიანმა მამაკაცმა მიიღო გადაწყვეტილება სხვათა შორის, რომ გადაიყვანოს ურთიერთობა სხვა ეტაპზე. არ გამიკვირდება, რომ თქვათ აი ბიჭებმა თქვათ გააკეთეს არჩევანი, რომ თქვათ всё, მინდა თქვათ ოჯახი შეოქმნათ, ცოლი მოვიყვანოს სიტყვაზე, ხო, ახალი ცხოვრება დავიწყო. კიდე შეიძლება დაუშვით აქ არ გამოვიწყო, შეიძლება გოგომ თქვა, რომ всё, მე გადაწყვეტილება მივიღო და მინდა რომ ანახეთ აქ როგორი თემა. შეიძლება даже მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კანონი შეიძლება იყოს, თქვათ კანონიერი ურთიერთობა, მაგრამ დასრულება პრინციპში ახლა აქ ვერ ვიტყოდი, აქ პირიქით რაღაც გადაყვანა, თქვათ, ან ურთიერთობის, ან მამაკაცის მიმართ, საერთოდ ან კაცების მიმართ მიდგომას ცვლის აქ რატომღაც ასე მომდეს რა. ენერგია ეგეთი. რაღაც ახალი ეტაპი, სწორი არჩევანი. იმიტომ რომ აქ არ არის, ნახეთ, აი ვერ ვეტყვი რომ თქვათ ვიღაცა დაშორდა. არა. აქ უფრო რაღაცა წინსვლის ენერგიებია. წინსვლის, ცვლილებების ენერგიები. როცა ადამიანი თulis რომ ნახეთ შეიძლება რაღაცა ხოგებნა გამოცდილება ქონდა ადამიანს და აი წინ მივდივარ, უფრო თქვა და თუნდაც ახლა ფინანსურად მინდა რომ ემე ხოგებნეთ როცა პირად დანიშნულებას ნახავ, ხო? ანუ რა პირად დანიშნულება რა, რაც შენ აი ეს ზოგჯერ არის როგორი თემა, ანუ მინდა, მაგრამ მეშინია. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ეს ასე არის ადამიანის ფსიქოლოგიაში, ფსიქიკაში, რომ ახლა თუ რამეს ვაკეთებ, ხო, დაუშვით, როცა ვმუშაობ, ასე უბრალოდ ბანალურად რო ვთქვათ, რომ ვმუშაობ, რა თქმა უნდა, რაღაც ანაზღაურება მინდა მქონდეს და ამიტომ ზოგჯერ არის აი ეს მომენტი, რომ ადამიანს თქვათ მოსწონს დაუშვით კერვა, ხატვა, სიმღერა, რა ვიცი, კიდე რაღაცა ისეთი მომენტი, რომელიც თქვათ, ახლა ფიქრობს, რომ სახეობებაც თუ გინდათ, რა ბლოგერება თუ გინდათ, რაც მოსწონს, მაგრამ ვერ ბედავს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ახლა ამის დრო არ არის. მე ახლა ფული მჭირდება და ამიტომ დაუშვით აი ხო მუშაობ სადღაც, იქიდან ვიცი რომ ნაღდი ფული მოდის, ხო? და ამიტომ ახლა ამით რო დავკავდე, ვაი თუ დროს დავკარგავ, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ადამიანი კი მოსწონს შეიძლება თქვათ ახლა ნერვიულობს კიდევაც, რომ აი მინდა რომ ამით დავკავდე, მაგრამ აი ესეთ რაღაცა ჯოჯოებას, მაგრამ ამ დროს შეიძლება ზუსტად ის საქმე, რომელზეც შენ გადადე იმის გამო, რომ შენ თქვა დრო არა გაქვს, ან რაღაც არის შენი პირადი დანიშნულება და შენ რომ ამას მიყვები, შენ ზუსტად იქნები უფრო კარგად, იმიტომ რომ შენ იქნები სულიერად კარგად, ანუ იმიტომ რომ იქნება აი გადაცებული შენი საქმეთ, გაიგეთ, გადაცებული მომწონს, მინდა გავაკეთოთ, ჩავდო ენერგია, ჩავდო ყველაფერი, ხო, იმაში და ფულიც წამოვა იქიდან და რა თქმა უნდა, აი უკვე ეს საქმე არ იქნება სამსახური, ეს შენი ცხოვრება არის ხა. ხო, აი როგორც ახლა მე ტაროს რომ ვმუშაობ, მე არ ვმუშაობ, მე უბრალოდ აი მართლა მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ და სამაგიეროდ, რა თქმა უნდა, სამყაროს, რადგან მე დავადეგე, თქვათ ახლა ამ ჩემ გზას, მიხდის საკმაოდ კარგად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომ შენ ხა, რა თქმა უნდა, მე ახლა შემიძლია ნებისმიერ გითხრათ ახლა სად არის თქვენი დანიშნულება მატრიცით, მაგრამ აი ისედაც თქვენ რომ დავუშვოთ ეს დაიჭიროთ რა, აქ რაღაც ეგეთი ენერგია, რა ვიცი, აბა ნახეთ. так, შემდეგი აბა ნახოთ მაისში რას უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება.
მაგ რაღაც ამ ტრანსფორმაცია ხო აი ნახეთ მაგი აი ნახე შეხედეთ გეუბნებით აი ეს თქვენი გადაწყვეტილება თქვენ გადაგიყვანთ რაღაცა სულ ახალ ეტაპზე იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება თქვენ უკვე იცით ანუ და აი ნახეთ აქ მაღალი ძალები ერთობიან და შეიცვლება სიტუაცია სხვათა შორის მაგრად შეიცვლება სიტუაცია რა კი ბატონო აი თითქოს რაღაცა წინსვლა გექნება და აი ვიპოვე ის რაც მინდა ანუ ეს საქმე აი ნახეთ აი აქ რომელსაც თქვენ იზავთ აი შეცვლის თქვენ ცხოვრებას აი ნახეთ ესეც არის ანუ მე მაგ რა თქმა უნდა ეს არის კიდევაც ეზოტერიკა ასე თქვა და ვისაც ხა პირველ რიგში დაბადებულები ვინც არიან ესენი ხო ძალიან მაგრები ძლიერები არიან ნუ ერთ-ერთი ეგეთი ენერგია თუ არა და შეიძლება თქვენ ხარ ჩვენში ხო არის ყველა 22 ენერგია ხო ანუ ხარ თქვენ ახლა განწყობილი იმაზე რომ მე მინდა გადაწყვეტილება მივიღო სხვათა შორის ახლა აი იქნება 2 და 3 მაისს იქნება მარატონი ხო ტაროზე მე ახლა ნაკადს ვიღებ ახლა ახალს შეიძლება ეგეთი ნაკადი არ ვიცი კიდე იქნება თუ არა სამომავლო სადაც აი ვიბ ჯგუფი ჩემთან ერთად სწავლა ამაზე მარატონზე მოგიყვებით ისაც გაინტერესებთ პირობები შეგიძლიათ გითხოთ ჩემს დამხმარ ჯგუფს ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა აი ეს გადაწყვეტილება შეცვლის თქვენს ცხოვრებას, გაიგეთ და მიხვდებით თქვენ და მე ამას შემიძლია აი რა არის იცით თუ თქვენ გრძნობთ ოდნავაც კი რომ მე მინდა აი მიზიდა და მიდობთ თუ უკვე ვინმე გაჩუქა და რომ გინდა თქვა ანუ უკვე მიზი ნუ აი გიზიდავთ მაგრად ხო და მერწმუნეთ რომ აქ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მასე ვიყავე მე და არ გაგიშვებთ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ცოდნა რომელიც საჭიროა სხვებისთვის მაგრამ რადგან აქ ჩემთან ხართ და უყურებთ ესე იგი სუფთა ცოდნა გინდათ ეკოლოგიურად სუფთა ცოდნა გინდათ თქვენ და არა ეს ჯადო-მადო რაღაცები და ამიტომ ამას ამ ცოდნას რო დაიჭერთ ნახეთ სხვათა შორის აქ კიდე ნახეთ ნუ ცხოვრება შეიცვლება აქ კიდე იქნება რაღაცა დიპლომის აღება რაღაცა დავასრულე ის საქმე რომელიც მომწონს და ეს საქმე უკვე ანუ ახალი ცხოვრებას გიხსნის ნუ ჩემ მოსწავლეების ახლა მეორე ნაკადი ამთავრებს და აი თქვენთვის უეჭველი იქნება ახლა დღევანდელი გაშლა დახვდება იმიტომ რომ დიპლომის აღება მე ხო სერტიფიკატს ვაძლევ კურს დამთავრებულებს ვინც ამ კურსს ამთავრებს ჩემთან აი გაგრა ზუსტად დასრულება და აიღებ დიპლომს და ახალი თითქოს საგზური თქვენი ცხოვრების იქნება так ვნახოთ აბა ჩემო სიხარული გუნებო ну ეხლა ნახეთ როგორი საინტერესო მომენტი არის აქ პრინციპში თქვენ ახლა გიწევთ აი ესეთი სამსახური მიყვარს სამსახურზე საერთოდ კარიერაზე აი ესეთი ის რა ქვია ეს დასტა რა ბედანდაროდ ნახეთ ახლა რა ხდება აქ თქვენ ნამდვილად აი აღელვების გარეშე სხვათა შორის აი რაღაცა სიმშვიდე მოდის ნახეთ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ თქვა დაუშვათ ახლა ჩემ ცხოვრებაში შემოვიდეს თქვა ჰარმონია ნახეთ იმიტომ რომ აქ თქვენ ახლა ნახეთ აქ უეჭველი შემიძლია გითხრათ რომ რაღაც აღიარება იქნება იცით კიდე ნახეთ რა თქვენი აღიარება რა თქმა უნდა კიდე ნახეთ რა ხდება ანუ შეიძლება თქვენ დადგეთ რაღაცა არჩევანის წინ თქვენ აქ დაჟე რა შემიძლია გითხრათ იცით აი ესეთი სიტუაცია შეიძლება დადგეს ახლა მოდის ინფორმაცია რომ აი დაუშვოთ თქვენ მუშაობთ და უგონეს კლიენტები მოვიდეს დაუშვოთ ხო აი ეხლა შეიძლება თქვენ თვითონ უკვე ანუ დაჯდებით და იფიქრებთ ანუ ამასთან ვიმუშაობ ამასთან არ ვიმუშაობ ეს მინდა ეს არ მინდა აი ეგეთი რაღაცა კიდე ნახოთ ვიღაცა ნახავს ანუ ისეთ სამსახურს ანუ გააკეთებს სწორ არჩევანს და
კაი სამსახურს ნახავ, სადაც იქნება მშვიდად, კარგად, მხიარულად, ასე ვთქვათ, კარგი კოლექტივი იქნება და ასე შემდეგ. კიდევ ნახოთ, ორი მაღალი არკანი რაღაცა მნიშვნელოვანი არის. შეიძლება არჩევანის წინ დადგეთ კიდევაც, აი დაუშვათ ვიღაცა შემოგთავაზებს თქვენ სამსახურს, მუდმივს და თქვენ ახლა არჩევანის წინ დადგებით, თქვათ რომ ამერჩიოთ არა, კიდე ნახათ როგორი არჩევანი შეიძლება გქონდეს ვინმეს, აი დაუშვოთ სახლიდან ვიმუშაო თუ ოფისიდან ვიმუშაო, ეგაც შეიძლება იყოს დაუშვათ, თქვათ, ნუ მუშაობდით სიტყვაზე სულ ოფისში. და ეხლა ნუ რაღაცა სიტუაციების გამო შეიძლება ზოგი შვილის გამო სიტყვაზე ხო ან ისედაც ეხლა ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ახლა არჩევანს გააკეთებთ ან წახვალთ თქვა სახლში დაждებით მოგიწევთ რა ან პირიქით ოფისში გადახვალთ დაუშვათ ხო კიდე იქნება სამსახურზე შეიძლება ნახეთ რა არის აქ დაუბრუნდება ვიღაცა პირიქით იმ საქმეს აი არჩევანზე ხო იქნებით დაუბრუნდებით იმ საქმეს რომელიც თქვენ დიდი ხანია გინდათ აი ზუსტად იმ სიმშვიდეს მიიღებთ ნახეთ აქ ჩვენ ხო ყველა ეს ასპექტსაც ვგულისხმობთ ხო მაისში ანუ თითქოს როგორი თემა არის იცით აი დაბრუნება რატომღაც ესეც მოდიოდა ხო გითხარით აი რაღაცა დაბრუნება სადღაც ბრუნდებით მაგრამ იქ სადაც თქვენ კარგად ხართ კარგად გრძნობდით და შეიძლება იმ საქმეს დაუბრუნდებით რომელიც თქვენ ძალიან გიზიდავთ ეგეთ და აი იმიტომ რომ ფიქრობდით შეიძლება მინდა არ მინდა მაგრამ აი თითქოს აი აქ არჩევანი კიდე ნახეთ მივდივარ და ფეხები მრჩება რა რო იტყვიან კიდევაც ხო მაგრამ აი ეს არჩევანი კი გექნებათ ეს არჩევანი იმიტომ რომ კი კი აქ გეუბნებით რაღაცა ძალიან კომფორტულად იმუშავებთ აი ძალიან კიდევაც აი გეუბნებით ის სამსახური რომელიც ან სამსახურში გექნება ძალიან კომფორტული კარგი მეგობრული სიტუაცია პლუს კიდე საქმე რომელსაც დაუშვოთ თქვენ ხართ დაკავებული ან იქნებით აი სიმშვიდე აი არ ნერვიულობ ნერვები არ მეშლება კარგად ვარ დაუშვოთ ხო ყველაფერი მშვიდად და წყნარად არის კარგი წინადადება შეიძლება მიიღოთ ვიღაცა შეიძლება აი დაუშვოთ დიპლომი აიღებს და იმუშავებს აქ რატომღაც მოდის შეიძლება ვიღაცა საბავშვო ბაღში დაიწყებს მუშაობას არ ვიცი ეგეთი რამაც მოდის ან გახსნის თავისთვის თქვათ ახლა შეიძლება ოცნებობ თქვენ დიდი ხანია რომ გინდათ თქვენი საქმე გახსნით თქვათ საბავშვო ბაღი ან სკოლა რაღაცა ეგეთი და გახსნით რა პლუს კიდე შემიძლია გითხრათ რომ რაღაცა აი თვითონ კლიენტებიც თქვენი ნამდვილად იქნებიან ძალიან კმაყოფილი იმით რასაც თქვენ მათ გასცემთ ანუ კიდევაც ისეც ვინც დიდი ხანია უკვე ასწავლობს შეიძლება თქვა თქვენ უკვე მიიღებთ ამ სერტიფიკატს და даже კიდევაც იქეიფებთ აღნიშნავთ თქვათ ამ დასრულებას ხო აი ეგეთი რამე არის ну რაღაც საინტერესო აჰა ნახეთ მზე არის ყველა ვარიანტი გაგეხარდებათ რაღაც კარიერას რაც ეხება ну ყოველ შემთხვევაში სანერვიულო არ გექნებათ იცით მშვიდად წყნარად მუშაობთ პლუს კიდე даже აქ მათ გვეჩვენებენ უკვე 5-6-იანი პენტაკლების რო აი რაღაც იმას რაზეც მუშაი მიიღებთ კიდევაც აი აქ даже ვეთყოთ ხო გეუბნებით აღიარებას მადლიერებას შეიძლება უფროსისგან ხო ან ვიღაცა კიდე ნახა დაუბრუნდება იმას რაც შეაჩერა შეიძლება თქვენ სწავლობდით და მე გადაწყვეტეთ რომ всё უნდა დაუბრუნდე იმიტომ რომ ახლა მინდა ვისწავლო კაიგეთ ესაც აქ არის ეს ინფორმაციაც კი მინდა დავუბრუნდე ვიღაცა შეიძლება აკადემიური თუ გქონდათ ან რაღაცა აღებული თქვენ დაუბრუნდებით სწავლას და ძალიან კარგი ჯგუფი იქნება სადაც დაბრუნდებით თქვენ ესეც არის ან დიპლომი მაგას აღები და
თქვათ დამჭა ცოტა კიდე თქვათ ნუ დიპლომსაც აიღებთ აქ ძალიან სმარტივად აიღებთ რაღაც ძალიან კარგი ის არის так შემდეგი ვნახოთ ფინანსები ამ შემთხვევაში так აქ რა ხდება ბოდიშით კაცებულო так ფინანსები так ეხლა რაღაცა დარდია ეს დარდი და იცით რა ხდება გეტყვით ეხლა მე თქვენ რას მაჩვენეს აქ შეიძლება ხა ერთი დღე ხო არის პრინციპში ახლა ხა ის ხო არ არის ერთი დღე ხო შეიძლება გქონდეთ რამე დარდი ფინანსებზე თავიდან და შეიძლება даже ინერვიულებთ იფიქრებთ რომ ნუ რა ვიცი მე რა ასე თქვათ ეს რა ხდება რა საერთოდ მაგრამ მე ნახეთ რა ხდება გამოსვლა არის აქ არის გამოსვლა რთული სიტუაციიდან გაიგეთ რა ხდება და წინსვლა ანუ თქვენ ყველაფერს თქვენი ქმედებით ხო თქვენი გამოცდილებით თქვენი ანუ გადაიყვანთ ამ გამოხვალთ ამ სიტუაციით რატო თასები ეს უფრო მაჩვენებს მე ვფიქრობ უფრო ანუ წარსულს გაიგეთ ემოციას რა რომლიდან უნდა გამოხვიდეთ რომ მოვიდა რომ გადახვედით თქვენ ახლა სხვა ეტაპზე კი სხვა ეტაპზე გადადეხართ აქ უეჭველე და ამიტომ ყველა ვარიანტი აი თქვენი ქმედება აქ არის აქ ნახეთ გვერდხების დედოფალი არის ხო ანუ ჭკვიანი საქმიანი მოქმედი და ძალიან ესეთი ენერგია და აუცილებლად შემიძლია გითხრათ ფინანსებში თქვენ გექნებათ რაღაც აი თქვა ახალი კლიენტები სიტყვაზე აქ ნერვიულობთ სიტყვაზე ხო მე ვიცი რომ ბევრი გოგოები მუშაობენ ან დაუშვათ კლიენტებთან კიდე შეიძლება ახალი სამსახური თქვა ან კიდე აიღდა გოგოები თქვა ვინც მუშაობს ხა ვის საზღვარგარეთ ოჯახებში და ლაგებში რაღაცა აქ ექნება ძალიან კარგი შეკვეთა სიტყვაზე და შეიძლება даже вообще მუდმივად აგიყვანს ვიღაცა ძალიან მაგარი ადგილას და ზოგი შეიძლება თქვა ვილაზე წავა სამუშაო და იქ კაიანო ცხოვრებას მიიღებ ეგაც არ არის გამორიცხული მაგრამ კი თუ შვილისთვის დაგჭირდებათ რამე თქვა ეხლა კი ბატონო გექნებათ ფული შეიძლება იყოს კიდე მაგრამ აქ იცით როგორ არის აქ ძალიან ბევრი შრომა მაგრამ ნაყოფიერი შრომა კი აი ნახეთ აი გეუბნეთ აქ იქაც იყო ესა ზომიერება აქაც ზომიერება იცით როგორი მომენტი აი თითქოს რაც თქვენ განერვიულობთ თქვენ გამოსვლა გაქვთ აი გამოდიხართ იმიტომ რომ აქ ადამიანი აი ან რაღაც ახალი პროექტი შეიძლება იქნება კიდე რაღაც ახალი დაიწყება და ეს მოგცემთ თქვენ წინსვლას და თან როგორი მომენტი არის იცით აი ეს გადასვლა მე მოგიდან თქვენ აი თითქოს როგორ არის იცით არა მაისის მხოლოდ ეს აი დიდხანს ვიქნები კარგად დიდხანს ვიქნები კმაყოფილი შეიძლება ახლა თან ხარ რამე ისეთი იყოს ნუ ხო რა აი მოიცადეთ ნახეთ შეიცვლება რა კი ფარტუნა და სადა სირთულეები დასრულდება გაუმკლავდებით სირთულეებს აი გეუბნებით რომ აქ უეჭველი ყველა ვარიანტში ის რაც ახლა ნერვიულობთ თქვენ რაზეც ახლა დარდობთ დაუშვოთ ხო არის თუ ჩანს აქ რაზეც თქვენ ახლა დარდობ შეიძლება ფიქრობთ რომ რა ვქნა როგორ იმიტომ რომ აქ ნახეთ ადამიანი როგორ ბრძოლობს ძალიან მაგრად და ეს შემიძლია გითხრათ რომ აი ახლა შეიძლება დაუშვოთ ხარ ისე რომ აი მარტო დაუშვოთ იმდენი მაგრო აი რაც მჭირდება ხო
აი რაც მჭირდება როგორი მხრიდან ვიდახარ თქვა, ნუ შეერი არ ახარ, თუ თქვა ეხლა სიტყვაზე საზღვარგარეთ ხარ, თქვა გაუგზავნი რაღაცა ფულს, ნუ აი ისე თქვა, აი რომ ძალიან ასე ხელგაშლილად ვერა. გაიგეთ, ანუ ყველაფერს, ანუ არც უფულოდ არ ახართ, მაგრამ ისე რა თქვა, ნუ იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შენაძენი ქონდეთ სიტყვაზე, ხო? და იქ წავიდა ბევრი თანხა, ეგეც შეიძლება იყოს, მაგრამ აქ რას მაჩვენებენ, რომ ეს სიტუაცია, როცა შენ იყავი, აი, რო ყველა კაპიკი თქვა, იქით აი, ნუ დათქვათლილი ქონდა, დასრულდება, უფრო სიტუაცია იცვლება, ხო? და ვკითხე რა, აი ეს სირთულეებს, ამ სირთულეებს თქვენ გაუმკლავდებით, ნახეთ და შემოდის ზუსტად აი ძალიან კარგი შემოსავალი იქნება, იმიტომ რომ ჭკვიანურად დახარჯავთ ფულს, ანუ ის შემოსავალი, ვინც თქვათ, რასაც მოგივათ, ჭკვიანურად უკვე დახარჯავთ რა, აქ რაღაცა გარდატეხვის პერიოდი იყო, შეიძლება ეგ სიტუაცია, რომელშიც თქვენ იყავით, მოგეცეთ იმისათვის, რომ თქვენ სხვანაირად შეგეხედეთ ფინანსებს, გაიგეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შენ როგორ უყურებ, ხო? შენ თუ არ იცი, ნუ როგორ უნდა მართო ფული, ის ფული ყოველთვის როგორც მოვა, ისე წავა, ხო? ანუ ეთყობა რაღაცა სიტუაცია ისეთი ქონდა თქვენში, გიყვანეს აქ ხანძლივ, ცოტა ზოგ შეიძლება დეპრესიაც ქონდათ რა და ფიქრობდით, რომ უკვე ვეღარასოდეს ვერ გამოვალ ამ სიტუაციიდან და ამ დროს გამოხვალთ, იმიტომ რომ აქ არის ის ენერგია, რომ თქვა, შენ სწავლობ, იმიტომ რომ ნახეთ, ქვერთხების დედოფალი სწავლობს სხვანაირად, სხვა მიდგომა აქვს, სხვანაირად გამოცდილება, ხო, მაგრამ ეხლა მე სხვანაირად უკვე ვიფიქრე. სხვადასხვა ვიღაცა ბინას შეიძენს, ან შეიძინა, ან შეიძენს აქ. ნუ ანუ ეგაც ჭკვიანური ჩადება, თქვათ, ჩემი, ნუ თანხების დაუშვათ, ხო? მაგრამ ხო და ამიტომ გვეუბნე სიტუაცია იცვლება, შენ ყველაფერს გაუმკლავდები, ყველა პრობლემას აუცილებლად გადაწყვეტ, მაგრამ ეს სიტუაცია მოგცეს შენ იმისთვის, რომ შენ ეს ფინანსური განათლება, ასე თქვათ, მიიღო რა და ნამდვილად კმაყოფილი უნდა დარჩე იმით, რაც იქნება. კი, აი ეს ზუსტად რომ შენ რო ნერვიულობ და შეიძლება ეხლა ფიქრობ, რომ არაფერიც არ გამოვა, აი ზუსტად ეს არის ეს მომენტი, რომ კი ბატონო, ნუ ამას даже გვეუბნებიან, ალბათ კი ამ ისტორიას გვეუბნებიან ახლა, რომ კი, ეს სწავლა, ეს ფულის სწავლა, ფულის შემოვა და ძალიან კარგი, იმიტომ რომ უბრალოდ პერიოდი გქონდათ რაღაცა რთული, რომ სადაც მართლა ისწავლეთ თქვენ, თუ არა გაქვთ ჯერ ნასწავლი, როგორ უნდა ფული გამოიყენოთ სწორედ, იმიტომ რომ ეს ფულის თემა ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი, აქაც ნახეთ, ჩვენ გვაჩვენეს რა საინტერესო. აქაც გადასვლა სხვა ეტაპზე, გარდატეხვის პერიოდი, გაიგეთ, რაღაცა სხვანაირად წავა. აქაც იგივე კარტი დაინახა თქვენ, ახალ ეტაპზე გადასვლა არის აქ. так, შემდეგი ურთიერთობა, ნუ ურთიერთობაზე რა ვთქვა? სამი მაღალი არა, ორი მაღალი არკანი არის, პენტაკლების დედოფალი. ნუ რა შემიძლია გითხრათ, გოგოებო, ვიღაცას დაიჭერს თავის სიყვარულს და გარეაში ჩასვავს, ასე ვთქვათ. თავარი თქვენ არ მოხდეთ აქ, ამ გარეაში. გოგოებო, ნახეთ ახლა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე არასოდეს არ მიყვარს საერთოდ თემები, სადაც არის დაუშვათ ეს რიტუალები, რაღაც მაგიური ჩარევები და ასე შემდეგ. მე არ ვმუშაობ ამ თემებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თქვათ ვუარყოფ, რომ ეს არსებობს საერთოდ ეს თემები. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. მე მაგალითად აი ამას ვეტყოდი, რომ აქ პირველი ვარიანტი. იმიტომ რომ ვიცი, რომ რაღაც რატომაც ეგაც ვიცი, მოდიან ვიღაცები, ვისაც აი იმენა უშუალოდ აი ეს თემები, ჯადო და რაღაცები მოსწონთ და მეც რომ წერენ ძალიან მაღიზიანებენ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე არა ვარ
დაკავებული ამ თემებით. იმიტომ არის, რომ არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ ვუყურებ ქართულ არასოდეს იმას, რა ქვია, გაშლებს არავისას, იმიტომ რომ დაღლილი, აი ერთი რამდენიმე ჯერ ნახეს, ჯადო, აი ვიღაცა. რატო ამას ვამბობ, ახლა მიხვდებით თქვენ, აი აქ არის ესეთი სიტუაცია, რომ უნდა ვთქვა. მაგრამ ჯერ ნახეთ მე გაჩვენებ თქვენ სხვა ვარიანტს აკითხვის ეს როცა არის ყურუმი და ეშმაკის ერკანი ერთად აქ ახლა ადამიანმა რომელმაც მეტი არ იცის რომ ეს დაუშვათ გეტყვის რომ აქ არის ჯადო რომ ვიღაცა ქალმა შეიძლება დაუშვათ ცოლმა არ გააუკეთოს საყვარელს ჯადო მიხვდით იმ წუთში ამას გეტყვის მკითხავი რომელმაც მეტი არ იცის არაფერი ამ არკანებზე მაგრამ აქ ესეთი სიღრმე არის, რომ აქ შეიძლება ქალი აი ისეთი ქალს ისეთი ცოდნა აქვს, ისეთი მიზიდულება აქვს, ისეთი ლამაზია და ისეთი მიმზიდველია და ისეთი ენერგია აქვს ამ ქალს თვითონ, რომ ამ თავისი ენერგიით ეს ადამიანი იზიდავს თავისი ჭკუით თავისი ინტუიციით იზიდავს ანუ მამაკაცებს მოდით ასე ვთქვა, იმიტომ რომ ხარიზმა აქვს სიჭკვიანი არის და ანუ აუცილებელი არ არის რომ ეს იყოს ვთქვათ ანუ ჯადოქარი. თუმცა იმათ მოყვარულებს ვინც ახლა ჯადო პირზე აკერია და მეტი არაფერი არ აინტერესებს შემიძლია გითხრათ რომ ფრთხილად იყავით თუ ხართ საყვარელი რომ ცოლმა თქვენი ქმრის, თქვენი კაცის რამე არ ემოქმედოს იმაზე რომ ის ნუ რაღაცას გააკეთებს. აქ ისეთ რიტუალს ჩაატარებს, რომ შეიძლება წაგართქვას ეს თქვენი კაცი უკან დაიბრუნოს. ამაზე მე არ გავჩერდები, იმიტომ რომ მე არ მინდა, მე არც ვმუშაობ, არც ცუდად გავხდები ახლა ნამდვილად არ მინდა ცუდად გავხდომა. როცა შევდივარ ამ თემებზე, მე ძალიან ცუდად ხვდები და ამიტომ მე აი ასე ლაითად გითხარი და ახლა უკვე გული ამიჩქარდა და არ მინდა ნამდვილად ჩემი კურსიც არის აგებული მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიებზე, მე სულ ეკოლოგიურად სუფთად ვმუშაობ. ამიტომ მე ამ თემებს არ შევეხებ, არც მომწეროთ გთხოვთ არასოდეს რომ ჯადოს რაღაცებს რიტუალებს. არა. აი არ უნდა შემეხო ამ თემისა ძალიან ისე რა ქვია, ცუდად გავხდი. всё, არ მინდა. აღარ ვიტყვი არაფერს. თორე ძალიან ცუდად გავხდი, всё. ვისაც გაკეთებული გაქვს ჯადო გავა. всё, არ მინდა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს პირიქით თქვენ ესეთი მიმზიდველი იქნებით, რომ თქვენ მიიზიდავთ თქვენი ხარიზმით, თქვენი ენერგიით ადამიანებს. პრინციპში ახლა ერთი და იგივე აქ რაღაცა ვიღაცასთან იქნება ძალიან დიდი ცვლილება ურთიერთობაში всё არ მინდა ახლა ეს ცოტა არ უნდა შევსრულიყავი იმ ენერგიებში კაი всё ჩემო ლამაზო პრინციპში всё საურთიერთობაზე ჩვენ კიდე ცალკე 1000 ჯერ გავშლით და ამიტომ ეს ინფორმაცია მიიღათ რაც არის მე როგორც ყოველთვის გესურვებ სიხარულს ბედნიერებას და ყველაფერს